ძმანო და ჯამათნო საკმაოდ მძიმე ვიყავი ეს დღეები ისე მძიმეთა რომ 40 წლის წინა ვიყავი ასრით ჯარიდან რომ ჩამოვედი რუსეთიდან აი მაშვინე პატარა სიცხეები მქონდა 37 გაუთავებლად არაფრის ხალისი არაფრის იმაში ერთხელაც გავიხვეწე სისხლის გუბეში ძალიან ბევრი სისხლი იყო საკმაოდ მოსისხლიანებული აღმოჩნდა რომ რაღაცა დაავადება ჩამომიტანია იმ რუსეთიდან უფრო სწორედ პრიბალტიკიდან კალინინგრადიდან იქიდან რა ქვია ლატვიიდან და ლიტვიდან სად რავი კიდე არ ვიცი მოკლედ სიცივე და რაღაცები იყო ეს ოკეანის ნაპირზე просто ბალტიის აი ხა დრონები რო უხახუნებენ რუსეთსა და უკვე პროუკრაინელები ჩვენა ავჭყლობინდით რუსეთის დამარცხებაზე და ერთი კაცი ვიცი ომი რო დაიწყო კალკულატორი ბიძნა ბრძენია როგორ შეიძლება რუსეთს დაუპირისპირდე ეგრევე გადაჭამს უკრაინამ ცდარია თავის ქვეყანა განადგურა შეიძლება დაყოფილიყო როგორც ბელორუსია შვიდ დაწყნარად ეცხოვრა ხალხს ვისაც არ მოეწონება და შეიძლება გასულიყო ხოიცით ვისაც არ უნდა წადით საქართველოს ხო ამბობენ წადით რა მოგშორდით რა წადით რა ამ ქვეყნიდან წალკე ეს ხაინდრავოს მორწმუნეები და არა არის ბიზინა გარეშე მაცა არა არის ბიზინა თვინიერი ივანიშვილისა და ხაინდრავა მოციქული მისი ნუ თუ ამას მაგრამ და არა არის ივანიშვილი თვინიერი ბიზინასი და ხაინდრავა მესიჯე მისი არა არის ღვთაება ღვთაება რაშუაში არა არის ბიზინე ივანიშვილის პაპარა არა არის ბიზინა ივანიშვილის გარდა და გოგა ხაინდრავა მეუწყე მისი აი ამ ფორმულით თუ არ შეეგებე და მიესალმეთ ერთმანეთს და სხვას, მაშინ თქვენ ხართ წასვლადნი ყრუდზიდანა. ნუ ესე არის მათი გეგმა, თუმცა აღმოჩნდა იქ მებიძინეები, რომელიც ბიზინათი კმაყოფილები არ არიან. შეიძლება ბიზინათი კმაყოფილები არიან, მაგრამ აი ბიზინა შემოგარენით არ არიან კმაყოფილები. აი ილია მეორეს და საპატრიარქოთი არ იყო კმაყოფილება, ილია იყო ბრძენი და წმინდანი. სტალინი კაი კაცი იყო, კაცი თუ არა, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში, ეგი ბიჭო, სხვისი ვრალი იყო. მეფეზე გაუმარჯოს, მეფეზე რაც კი რამ ხდებოდა, სუდი იმგანა მეფის ვრალი იყო, ფეოდალთა ვრალი იყო. ხოდეშოდის ეს არის ლაიტმოტივი უხერხაშო ხვლისა და ჩვენი ისტორიისა. ნუ მეფე შეიძლება ცუდი გამოდგეს. რაღაცით იმიტომ რომ იქნება მოგზავნილი, ნარკომანი, ღვთალი, გამყიდველი, მაგრამ თავად მეფობა, სამეფო ინსტიტუტი ეს არის ეს ღვთაებრივი ინსტიტუტი და მოკლედ ვერ გადავიხარს გადმოიხარშთ. ხო და ეგეთი ერთ-ერთი მე ხაინდრავას რო უნდა რომ ეხუხუნოს საკვერცხეებში და მის საკვერცხეებამდე თუ წუდება და იქ ბანლებს იმის სიმაღლიც არის და იმას რომ ეთამაშება იქ და იმის მოსასმენად, იმიტომ რომ ხაინდრავას საკვერცხეების ბეწვები არის, ნუ მაგალითად თქვენი ტელეფონები ესეთ რაღაცებს, სადაც ხაინდრავა ისმენს ამას და ასე შემდეგ, ხო და? ეხა ხაინდრავა მართლა არის თუ არა ეგ მე არ ვიცი. შეიძლება ხაინდრავას თავისი გასჭირვებია და ყურებით ხავ დაჯდა შეიძლება იქ ახდება როგორ ხდება კაცმა არ იცის და არც ბიზნეს ვერჩი და არც ომის დაწყების მომხრე ვარ ასე შემდეგ
ნუ კი მქონდა ეგ რაღაც აზრები ღირსება და მისება, მაგრამ ნუ ეხა ჩემთვის მაინც ადვილი იყო მეხონდრილი ყავი რომ თლად ეგრე არ არის საქმე, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცაც რო ვიფიქრებდი, ეგრე ვიფიქრებდი, ზათხარ შენი ორი ბიჭი საომრად გაუშვა. ან როცა ხვდებოდი რომ არ ვიყავი მზად, ნუ შესაბამისად აქიდან იქით აღარ ვაყვედრებდი ქართველებს მათ. არავითარი სურვილი ნამდვილად არ მაქვს ჩემი ბიჭები გაუშვა მაგ დეგენერატ ომში, თუ გინდათ რუსეთის მიმართ წმინდა ომი იყოს, იმიტომ რომ აქეთ მხარეს არიან იდიოტი და ჯარი. და ეს იდიოტი და ჯარი, იმიტომ არა ვართ რომ იდიოტები ვართ, ეს ყველაფერი დაიწყო მე-18 საუკუნის ბოლოს. ძალიან კარგად ამას აკეთებს. ასე იგი საკმაოდ ესე იგი რუსეთის კარგი რუსეთის მხრიდან დანახული ეს ერეკლე მეფის პერიოდი, რუსეთს თან საქართველოს შეერთების პერიოდი, უკვე ეს არის რუსეთის პერსპექტივიდან დანახული. არანაირად არ არის ეს არანაირად არ არის ეს ასე ვთქვათ, საქართველოს არ ეხება იმდენ არ აინტერესებს ქართული აქ ჩვენ როგორ უნდა მოქცეულიყავით და რაღაცა მაგი არ არის, უბრალოდ ის ამბობს აღწერს ნუ რუსეთის კავკასიისკენ გაფართოებაზე. ესე იგი რო ხდება რუსეთის კავკასიისკენ გაფართოება, სხვათა შორის ეს აკუნინთან არ მინახავს, იმიტომ რომ ბორის აკუნინის როცა რუსეთის ისტორიას წერს, რუსეთის სახელმწიფოს ისტორიას არა, რუსეთის ისტორიას თუ არ ვწდები, იქ არის რუსეთის სახელმწიფოს ისტორია. აი გვარები მავიწყდება, ვინც შექმნა ეს რუსული იდეოლოგია, რომელზეც ხდება რუსული იდეოლოგია თავის პეჩენიკ სხვათა შორის პეჩენიგები მესიზმრენ. ამღამეს და გეტყვით რატომ აქ ეგეთი სიზმრები, მაგალითად წმინდა ფოტი მესიზმრა, კიდევ გირჩი მესიზმრა, ზოგჯერ ბართოლომეუსი მესიზმრა, სანამ რაღაცა ხდება. რაღაცები მოკლედ რაც ჩემთვის ხდება, იქით გადადის. კიდე რაღაცები ესეთი რაღაცები მესიზმრა. ჩემი ხო და რაღაცები რაც არეული სიზმრები, მაგრამ ეს ამოტყოფობის გამო გამოწეული ამაზე მინდა, მაგრამ ეხლა მე რა მინდა კითხულს გადავიდე, ხო და აი ზუზუ, კაი. ჩემი ზუზუ ვერ არის კარგად რაღაც, ხო და? კარგი გოგო ხარ, კარგი გოგო. ხო და ესე იგი, ასე გეუბნებ. ხო, მოკლედ რაც არის გადაბოლიკარჩი და მოკლედ ეს რა ქვია, ნუ ხა კალკულატორი ეს იძახდა, მე ხაინდრავე. კალკულატორი ბოლოს მაგინა. ნუ მე თუ რა კიდე რაღაცა მივწერე მესიჯი, ასკარად შეეშინდა რომ მის მესიჯებს და მის მიმოწერას ჩემთან წაიკითხავდნენ და ამიტომ სულ დედამაგინა. პირდაპირ სიტყვით მფეოვნებით. თუმცა ესეთი ადამიანი იყო, რომელზეც ეგ არ დაუშვებელი ეგეთი რაღაცა გააკეთებინა, მაგრამ გააკეთა და მაგი მითქიცებდა რომ კალკულატორი, ესე იგი რუსეთი უკვე ლაპარაკი ისოზე არ იყო, მე დავეთანხმე რომ რუსეთი საქართველოს ომში ჩართო უდრის საქართველოს განადგურებას, მაგრამ ნუ მისი პრინციპში გასანადგურებელი აქ არც არაფერი არ არის და მოკლედ და არც ესეთი დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს ისეთი რომ აი მე რაღაც კარდინალური ცვლა მოხდარიყო. მაგრამ ნუ ეს ცალკე კალკულატორის ამბავია. უბრალოდ ვლაპარაკობდით უკრაინას რა დაემართებოდა და ის ამტკიცებდა რომ ამ კალკულატორიდან გამომდინარე უკრაინა განადგურდებოდა ძალიან მალე, უბრალოდ არ იყოფოდა რესურსი. ნუ რესურსზე იყო ლაპარაკი. ადამიანი უფრო მეტად ადამიანურ რესურსზე იყო ლაპარაკი, ვიდრე თქვათ მატერიალურ რესურსებზე და რაღაცაზე. იმიტომ რომ მატერიალურ რესურსებზე რო დაეწყო ლაპარაკი, მაშინ გამოვიდოდა რომ რუსეთი просто ბენზოკალონკაა რა. არაფერი რუსეთში არაფერი არ არის, ეს უბრალოდ ბენზოკალონკა და უბრალოდ რუსეთის ხარეს იბრძვის ჩინეთი და ჩინეთს უნდა რომ სწორად ეს ნელი ომი არ იყოს. სანამ ეს ომი გრძელდება, ჩინეთი იმარაგებს ბენზინსაც, ხე-ტყესაც და ყველაფერს. ეხლა ლაპარაკი იმისა რომ ჩინეთს უნდა დაიპყროს ზაგი რა ქვია მას ტერიტორიები და რაღაცა ეს უკვე ჩინეთს იმდენად აღარ აინტერესებს თვითონ აქ ცარიელი ქალაქები და უკვე თვითონ აქ დემოგრაფიული პრობლემა ჩინეთს, ასე რომ არავის არ უნდა ის რა არის, როდესაც ტაჯიკი მოდის მოსკოვში სამუშაოდ, ან ვიღაც ჩინელი მოდის რაღაცას ამერიკაში, ან რაღაცას ის მეტის უკეთესი ცხოვრების საძებნელად, მაგრამ ხა რატომ უნდა აიყაროს მაგალითად ჩინეთიდან მოსახლეობა და გადავიდეს ციმბირში, სადაც კლიმატი ცუდია, ყველაფერი ცუდია და არც ინფრასტრუქტურაა და არც ფულია და არაფერი, ხა საშიმშულოდ რატო წავა იქ. ამიტომ არ ურჩენია ჩინეთს რომ ეს იყოს გაუბედურებული რუსეთი და თვითონ რუსების მუშები საერთოდ ორკაპიკად აჭრენო თავის ხე-ტყე, აწოვინო თავისი გაზი და
ბენზინი და ეს ყველაფერი უფასო ჩაიგდო ხელში შენ და მოიმარაგო წიწრებად რავი მე 50 წლის თუ არა ძალიან ბევრი წლით ხო და ამიტომ ეს ომი მას აწყობს ეს ნელი 1000 რაღაცებია თვალ კალკულატორზეც არ არის საქმე და თვალ რუსეთის ამოუწურავაზე არის საქმე მაგრამ დემოგრაფიულ ამოუწურავაზე არ არის საქმე მაგრამ აქ საქმე იმაშია რომ ამის დანახვა არ უნდა მისთვის რუსეთი კარგია კი სიტყვით ამბობს მე რუსეთს ველმე რაღაცა მაგრამ მისთვის რუსეთი კარგია ეს ის ქვეყანა რომელსაც შეუძლია საქართველოს მოუტანოს სტაბილურობა და ბედნიერება ჩინეთთან ერთად ეს ის ქვეყანა სადაც ქართველებს ექნებათ პერსპექტივა ასე ვთქვათ უფრო მეტი ვიდრე საზღვარგარეთ გვაქვს იმიტომ რომ რუსეთში უფრო მეტი დაწინაურებული ქართველი არის შეუძლია დაგისახელოს ვიდრე საზღვარგარეთ აი მაგალითად ჩვენი სანაკებო თავადაზნაურობა თავადაზნაურთა კლუბნი და ბაგრატიონი ჩახდილი ტაკუნებიანი როგორც ჩავიდნენ ისე ჩახდილი ტაკუნებიანი არიან დღემდე ну რაღაც შერეული ქორწინების ვიღაცა ნაყოფი შეიძლება რაღაცა რომელიღაც ავადმყოფოში ექიმად მუშაობდეს ან წარმატებულ ექთნად ვერც ბაგრატიონებმა და ვერც ერთმა ჩვენმა სახელოვანმა და ну თავარი მიღწევა არის სალომე აქვე ეს აღარც არის და ჩვენი პრეზიდენტი რო იყო სალომეა ბორგს აქვე ზურაბიშვილი ну ეს არის მაქსიმუმი რაც მათ მისგან გამოიდონო კონშიკი ბაგრატიონები ასე შემდეგ. ხო ასე რომ ну მეტი წარმატება რუსეთშია, ამიტომ რუსეთში შეუძლია დაგისახელოს ჩვენ რაღაც წარმატებული რა ვიცი კინორეჟისორი დანელია, აბარატუა როყოს ჰოლივუდში ერთი კინორეჟისორი ესეთივე წარმატებული როგორც ან პარიზში ესეთი წარმატებული როგორც დანელია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ну მის იდეოლოგია ეს არის და მე კალკულატორი მე ხაინდრავესი და ეს მე კალკულატორი მე ხაინდრავე ბიძინა გამაყრთობელის მომგებენი არ იყო რომ გველაპარაკო რუსეთ უბრალოდ ბენზოკალოკა და მას არათარის სხვა ღირებულება არ გააჩნია გარდა იმისა რომ ეს არის უბრალოდ გამეში გამატარეთ გიჟი გადარეული რომელიც მარჯვნივ მარცხნივ ბომბებს ისვრის ეს არის შლეგი და უზმეო და გათახსირებული მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში ასე რომ და თუ იქ კიდევ რაღაც ერთი ორი ნიჭიერი ადამიანი დაიბადა ტოლსტოი თან რაღაც მსგავსი ეს ადამიანის ზოგადი ნიჭიდან ხდება ეგეთი რამე და უბრალოდ ეს იყო რაღაცანაირად დასავლური ვირუსი ესე კულტურა როგორც ვირუსი ისე შეეყარა და ну იქ რაღაცა ერთმა ორმა იქ არსებამ იქ რაღაც შესაბამისად ну ესეთი მაგრამ სოფლიო შეუძლია რუსეთის გარეშე ცხოვრება მაგრამ რუსეთს ნამდვილად შეუძლია დასავლეთის გარეშე ცხოვრება აი ამაშია საქმე. ყველა საფრანგეთსაც ყველას ბოლო დოსტოევსკი და ტოლსტოის გარეშე იცხოვრებ როგორმე და არც თუ ბევრად ნაკლები იქნება ვიდრე ხა არიან. ვიდრე და ხოლო რუსეთს არაფერი არ იქნებოდა გარდა აი ეგ მონღოლები რაც არიან, რაც არის აი დაახლოებით ჩინეთიც ვერ იქნებოდნენ. იმიტომ რომ ჩინეთის ეს ეკონომიკური წარმატება გადიოდა მათ დემოგრაფიულ მათ ტერიტორიის მდებარეობაზე და დემოგრაფიულ ბუმზე და რუსეთმა ჩინეთმა რა საშინელება გაიარა და რა უბედურებები გაიარა მაოს ხელში და კომუნისტების ხელში თქვენ ალბათ იცით ალბათ არ იცით არ ვიცი როგორ იცით მოგეთ ამ კამაჩი იყო კალკულატორის ამბავი მაგრამ დღეს ხედავთ რომ ეს კალკულატორის ამბავი წყალს ჩავარდა იმიტომ რომ პატარა დრონებს არათუ რუსეთის ამ ბენზოკალოკის აფეთქება შეუძლია არამედ ამერიკის უძლეველი ფლოტის და ბაზების ერთადზე გაშვებისა, რასაც ჩვენერად ახორციელებს ირანი და ეს იქნება როგორც ჩანს ირანის გამარჯვება იქნება ერთ-ერთი დიდი ეს იქნება პირველი დიდი მარცხი ახალი რომის იმპერიისა და უმარცხებელი საქამდე ამერიკის იმიტომ ეს ომები ეს ვიეტნამი და რაღაც ეს იყო შიგა ამბების უბრალოდ აღარ უნდათ ეს ომი იმიტომ რომ მარტივად გაანადგურებდნენ თითქმის მიყვანილი იყო ეგ ომი წარმატებამდე უბრალოდ კიდევ დაახლოებით ერთი მაგდენი მსხვერპლი უნდა მოყოლოდათ მერწმუნეთ მსხვერპლი ამერიკაში უტყვე დაახლოებით 20-30 ჯერ და მეტჯერ კიდე ნაკლებია და სადღაც 30,000-მდე თუ 60,000-მდე გარდა მოხდა მთლიანი მსხვერპლი და რუსეთს უკვე მილიონამდე აქვს მსხვერპლი ასე რომ აპარაკი აქ შეუდარებელია მოცებდიც არა შეუდარებელად ნაკლები დანაკარგი ჰქონდა რუსეთი ვერ იგებს ამ ომს ხოლო ამერიკა იგებდა ამ ომს ხოლო თუ ამერიკა ამ ომს ბოლომდე მიიყვანდა დღეს სხვა სურათი გვექნებოდა აზიაში
და ეს იქნებოდა მთელი დასავლური კულტურის წარმატება, ხოლო რუსეთის წარმატება იქნება უბედურება და თავზე, რა ვიცი, ქაქის დასხმა მთელი კაცობრიობის კულტურისთვის. ასე რომ შედარება არ შეიძლება. თან ამერიკელები თავისინებით წამოვიდნენ, რუსებს უბრალოდ შანსი არ აქვს თავისინებით გაშენდნენ წავიდნენ, იმიტომ რომ რუსეთში ამას მოყვება ან ჩრდილოეთ კორეა, აბსოლუტურად ჩინეთის კოლონია გახდება. ნუ ჩრდილოეთ კორეა მოგეხსენებათ, იმიტომ არსებობს რომ ჩინეთი უჭერს მას ხარს და რუსეთი უჭერდა, მაგრამ ჩინეთი უჭერს ხარს და რომ არა ჩინეთი საერთოდ მის ვერ იარსებებდა, თუნდაც ეხლა მდგომარეობაში თუ გაუშვა, ნუ რამდენიმე წელს დაემართება კოლაფსი, რომ ჩინეთმაც რო ჩაუკეტოს ყველაფერი. მიწოდება, რაც უნდა გააკეთოს წესიერმა და ჩინელები რო გიყვართ. მაგრამ მოკეთ პირველი შემთხვევა იქნება ამერიკის ისტორიაში, როდესაც ეს იქნება ნამდვილი მარცხი. ეს არც ავღანეთში იყო მარცხი, არცად არ იყო მარცხი, უბრალოდ წამოვიდნენ რა, იქ კორუფცია იყო, რაღაც იყო, ეგ წამოვიდნენ. მაგრამ ირანში არ შეუძლიათ, ვერ იღებენ ირანს. მარცხდებიან ირანში, იმიტომ რომ დაიწყო ახალი ტიპის ომი. ამ ახალი ტიპის ომს ქვია დრონებით ომი, რომელსაც ამერიკა არ იყო მზად, რომი არ იყო მზად და მე არ ვიცი ხა ისტორიკოსი არ ვარ, რომელიღაცა შეტაკებაზეა ლაპარაკი. ერთ-ერთი რომმა განიცადა მართლ ბიზანტიის შემთხვევაში პანასკეტი თუ რაღაცა არის იქ, მაგრამ როდესაც ქართველები როგორ ჩანს, ახლა არ ვიცოდი. აი ხა თუ 3 თვის წინ წავიქი რაღაც ქართული სტატია. შეთანხმებით ინგლისურად იყო თუ არ ვიცი დაწერილი, სადაც ქართველებისა და სელუჯუკების ურთიერთობაზეა ლაპარაკი, რატომ მიიღო პრივილეგიები დავით აღმაშენებელმა სელჯუკებიდან, თავიდან და რატომ შემდეგ მოყვა იმას, რაც მოყვა სელჯუკების გამწარება, მოხდა ის, რომ ქართველებმა მინიმუმ ხარი არ დაუჭირეს ბიზანტიელებს და ბულგარელები და ქართველები აღმოჩნდნენ მინიმუმ ნეიტრალურები იმ შეტაკებაში, როდესაც მე ფანასკეტი თუ რაღაცა ქვია, პირველად როდესაც სელჯუკებმა გადმოვიდნენ მცირე აზიაში, დაიპყრეს მცირე აზია, დაბანაკდნენ იქ და აქედან იწყება უკვე მცირე აზიის ტერიტორიაზე სელჯუკებისა და მაშინდელი აღმოსავლეთ რომის იმპერიის და ასე მარცხდა. ესეთიც იყო დასავლეთშიც რომელიღაცა ომი, როდესაც ძიმე მარცხი განიცადეს, რომელიღაც შეტაკებაზეა ლაპარაკი და რომი იმის შემდეგ უნდა უკან იხევდა. ნუ მცირეოდენი წარმატებები. აი დაახლოებით ესეთი რაღაცის ეს არ ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში და 10 წელიწადში, 20 წელიწადში დამთავრდება ამერიკა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მართლა ხდება ერთგვარი გადალაგება სწორედ ამ ისლამის წინააღმდეგ. მაგრამ ისლამთან მიმართებაში, ისლამის უკან რა თქმა უნდა დგას ჩინეთი და რუსეთი, ისინი ცალკეებს ვერ გააკეთებდნენ ცხადია. ამიტომ ეხა სავარაუდოდ რაც ამერიკას დარჩენი არის ის, რომ როგორმე უკრაინას ომი მოაყომა, რომ უკრაინის გამარჯვებით ფაქტობრივად, იმიტომ რომ ეს ტერიტორიების აქ ლაპარაკი ტერიტორიებზე არ არის, აქ ლაპარაკია გამარჯვება ტერიტორიები და წაიღო მე საერთოდ აფხაზეთის და აფხოსეთის დამოუკიდებლობას მოვაწერდი ჩემი ხელის მოსაწერი რო იყოს, ოღონდ იქიდან რუსეთის ჯარი გავიდეს და მათ ჰქონდათ თავიანთი დამოუკიდებლობა, ამაში ცუდი არაფერი არ იქით კარგია, რაც შეიძლება მეტი ოსი და ჩამოსახლდეს და რაც შეიძლება მეტი ქრისტიანი ჩრდილოკავკასიელი ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს რა, აფხაზეთის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა დემოკრატიული ქვეყანა რო იყოს და ამ შემთხვევაში ჩვენებიც ნელ-ნელა იყიდიან მიწებს რაღაც ყველაფერი კარგად იქნება რა, როგორც ევროპა მოაგვარა ეს საკითხები სან მარინოებს და რაღაცებს რომ მიცა ის დამოუკიდებლობები, აი შოტლანდიებს და ირლანდიებს და ისლანდიებს და რაღაცა ფეიქ ქვეყნებს რომისა, მაგრამ სინამდვილეში მაინც ისინი დარჩენ ერთ დემოკრატიულ სივრცეში და ძალიან კმაყოფილები არიან ისე როგორც ისინი ახლა იქ არიან. ესე დაახლოებით შეიძლება ინტეგრაციის ეს იყოს კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციის და უსაფრთხო ინტეგრაციის გადადგმული ნაბიჯი, თუ ჩვენ მაგალითად რაღაც იქ მათ პოლიტიკურ სტატუსს მივანიჭებთ, რომელიც მათ უნდათ და გონიათ რომ ეს მათ აუცილებლად წაადგებათ, თუ მათაც წაადგება და ჩვენს წაადგება რატომაც არა. მოგეთ ამ სიტუაციაში დრონების გადაფრენის გამოყენების მოგეთ მე ჯარში ვიყავი, იქ იმ ჯარში საიდან დავიწყე სად მოვედი არ ვიცი, მაგრამ როდესაც მე ვიყავი ჯარში აი პერიოდი პირველად რომ გამოფრინდნენ და მოსკოვზე დაფრინდნენ ის გერმანელი პატარა ფინალი კუკურუსკატი პატარა თვითმფრინავი დაახლოებით აი ესეთი რაღაცა ხდება რუსეთის თავს ესხმიან ეს დრონები მარცხდებიან და აი იქ ვიყავი მე რუსეთში იქიდან ჩამოვიტანე ავადმყოფობა და ეს ავადმყოფობა იყო ძალიან მწარე ძლიერი რომელიც გაგრძელდა 1 წელი არასწორი დიაგნოზისა და არასწორი მკურნალობის გამო დამენიშნეს ჭლექის სამლევი, ძლიერი იზონი აზიდი, დოზა, რომელიც მიათედ დოზას ამერიკელები ნიშნავდნენ, ნუ შესაბამის იზონადისას, რომელიც მიათედ დოზას ნიშნავდნენ, მხოლოდ
გამოვა მდგომარეობაში და ისიც მაქსიმუმ 10 დღით და ისიც მაქსიმალური ზედამხედველობით ექიმის მხრიდან ექიმების მიერ მე ვსვავდი ორი კურსი, ესე იგი მახსოვს 20 დღიანი კურსები იყო თუ 2 თვიანი კურსები და ვსვავდი მოკლედ ამ ბევრს ამას გამოიწვია ჩემი გასტრო მთლიანად მოშლა და იმანიცის დეპრესიები, იმანიცის ფსიქოზებიც კი, ფსიქოზე არ დამართნია, ესე იგი ძლიერი ფსიქიკა მაქვს, მაგრამ სამაგეროდ მანამდე ახალი ტრავმა მქონა გადატანილი, მამის ტრაგიკული სიკვდილი, ესე ბავშვი, ესე შოკი, მე ძალიან ისეთი ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი ჯარში ყოფნა მე იქიდან ტრავმირებული ჩამოვედი, როგორც ხდა ავადმყოფი, ამას დაემთხვა ეს არასწორი მკურნალობა და საბოლოო ჯამში რამაც მიმიყვანა ეკლესიამდე და შემდეგ ამის მერე მოდიოდა ის ბნელი 90-იანები, როდესაც თოჯინები წაგვართვეს და რატო იყო ბნელი იცით 90-იანები, იმიტომ რომ სათამაშოები და თოჯინები წაგვართვეს. და აი მაშინ მქონდა ეს დაავადება მეგობრებო და აი ახლა ესეთი დაახლოებით მაგდონის მძიმე დაავადება შევეყარა. არასწორად ამირჩნეს სტერეოდები, ესე იგი პროზოლინი თუ რაღაცა ქვია, პრედნიზოლინი, რომელსაც შევიდა ქიმიური აქციაში სხვა ანტისტერეოდებთან, სხვა წამლებთან და მემართა უძილობა, ესე იგი მაგალითად გუშინ კვირა იყო და გუშინ ესე იგი შაბათს რო დავიძინე იყო 11 საათი, გამომეღვიძა პირველ საათიდან მე აღარ მეძინა, ისე წავედი ეკლესიაში და მოვედი პირველ საათზე, ასე ვთქვათ. ხო, და იქ საშინელ დღეს ჩავარდი. ეს იყო ეხლა გამოდივარ მდგომარეობიდან და ეხლა პირველია, რაც მე ძაღლი გამოვიყვა და დავასეირნებ. აი ამ ხნის განმავლობაში საშინელი სიზმრები, აშლის სიზმრები აქვს, ყველაფერს ხედავ, ცხადებით იმ სიზმრებში პერსონაჟები აბსოლუტურად ცხადი არიან, გარჩევა არ აქვს ცხადია თუ არ არის ცხადი, მე როდესაც გამოიღვიძებ, იმიტომ რომ კოშმარები არის ხშირად და როდესაც გამოიღვიძებ ეს სიზმარი იმდენად გავლენიანია და ამ დროს უძილოა შენი ტვინი უკვე დღეების განმავლობაში ეს უძილობა გრძელდება დაახლოებით 8-9 დღეა თუ მეტი. გონებას უკვე აღარ აქვს იმის უნარი რომ გაარჩიოს, რომ არა მე წოდნა ესე თქვა და ეს რაციონალური წოდნა იმისა რომ ვიცოდი რომ ეს რაც იყო და ნუ აი მეტნაკლებად ეს უძილობის აცა მონასტერში თვითგვემისა და ჯარში აი ესეთი უძილო ღამეების და რაღაც ესეთი იმებით მეტნაკლებად უფრო ალბათ უფრო ვიდრე გაუცნობიერების სულად გაუცნობიერი ადამიანი ვიცოდი რა ხდებოდა, თორემ რეალურად დადიოდნენ ადამიანები, გარშემო ვიღაც უცხოები შემოდიოდნენ, ამოდიოდნენ, გადიოდნენ, მე просто ვიცოდი რომ ეს იყო სიზმრის გაგრძელება. ვიცოდი რაციონალურად და ამას უწევდი ანგარიშს და თვალი რომ მაგრამ თუ მომერეოდა ძილი და უკვე აი ამ სხვას გადავდიოდი, რაც ჩართული იყო, ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა რა. ნუ ჩემს გარშემო ველაპარაკი, მამა, ჩემს მკვდარ-მამა, ჩემს დედა, ჩემს ველაპარაკი ვიღაც ადამიანებთან, ჩემს ძმას ველაპარაკი, მოვიდა აგერ ვიდექით ველაპარაკობდით აბსოლუტურად. და ჩვეულებრივად შედიხარ კონტაქტში, შემგვეცნობდი და რაღაც საშინელი პროზო გითხარით, რომ ეს ვიცი ინფორმაციულად, მაგრამ დარწმუნებული ვარ მე, რომ აი ესეთი რაღაცა რომ დაემართოს ადამიანს, რომელსაც არ იცის ეს ინფორმაცია. აი ხა ცოტა ესეთი ადამიანიც ეს არ იცის ინფორმაციულად ესეთი მდგომარეობის, მაგრამ წარმოიდგინეთ 100 წლის წინ ადამიანები ალბათ მართლა იჯერებდნენ, რომ ეს ნამდვილად ნახეს და იქ ალბათ რელიგიური რჩევა რომ ეს გავხილდით ეს შეიძლება სატანური ცხიმებია და რაღაცები ეცნებოდი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ჯეღუძილის ერთგვარი მდგომარეობა რა. მოგეთ ამას უკვე ფიზიკური საშინელი სისუსტე, დამატებული ჩემი ბრონხიალური ასთმა, საშინელი ბრონქიტი, გაციება, გაუბედური დასუსტება, გაუბედურება, ამავე დროს მუშაობა, წყარი მუშაობა და ნუ აი ძიმე პერიოდი გადავიდა. საშინელ მდგომარეობაში ხა პირველად გამოვიდი და ჯერ აი ხა გამოვიდი, დღეს ღამე შედარებით მეძინა. მაგრამ თავი მაინც მიბრუის, იმედია კარგად ვიქნები და გავუფრთხილდი ჯანმრთელობას მეგობრებო, გავუფრთხილდით, გეუბნებით საშინელებაა ეს. ფრთხილად იყავით, შეეცადეთ რომ იმიტომ რომ 60 წლის ავარ და რეალურად დავიწყე ფიქრი სიკვდილზე. რეალურად ვისურვე კიდეც, ნუ აი ესეთ ცხოვრებას ნახეთ, ჯობია სიკვდილი. ესე დრეგი დღეები იყო უბრალოდ და ინტერესი აღარ აქვს. მოგონ მოხდა ერთი რამე.
ეს ყველაფერი რაციონალური იყო, სიკვდილის ამაში სიკვდილი ჯობია რაღაც სრულიად ამ კონტროლი სრულიები არ გაქვს მაგ დროს, იმიტომ რომ ეს შენი მე იმდენად გაბლურებული არის, ესე იგი გადღაბნილია, რომ ეს შენ მეს რამე სრული განსაკუთრებული და სრული და ხედვა ერთი და იგივეა რა, როგორც სიზმარში ხდება და ამიტომ საკმაოდ ბევრი რაღაცების კითხვა დავიწყე, რაც თურმე ძალიან უკუმაჩვენებელია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეკითხვა დაძაბოგონება. მე ვკითხულობ ამ ფილოსოფიურ რაღაცებს, წერდი, მუშაობდი ტექსტებზე, ну, მჭირდება საეკლესიო ტექსტები. რაღაც ნახატებს, რაღაცა წიგნს ვამზადებ, ჩემს საეკლესიო წიგნს. და ну, მოგეთ ასტროლოგიაში და ესეთი ძალიან მძიმედ მუშაობდა, მაგალითად მთელი ღამე, ესე 7 საათი რო არ მეძინა, მუშაობდი ხელოვნური ინტელექტთან და ვადგენდი აი ამ საეკლესიო წიგნის ნახატებს რა, როგორ ილუსტრაციას. და იქ რაღაც ნახატები იქნებოდა 7-8 საათი, აი ამ და ეს კიდე ამ ეკრანზე ყურება კიდევ უფრო გირღვევს წილს. შენ ტვინი უფრო ირევა, შემდეგ აი წარმოგიდგენთ აი ესეთი არეული ტვინი მთელი ღამე რაღაცა ნახატები ისინი და მე დგები წირვაზე. და ასე შემდეგ და ну პირიქით კიდე ესეც ერთ-ერთი ის იყო რომ პირიქით შრომის უნარიანობა პროცესად მოთხოვნილება შრომისა გამეზარდა და თავს არ ვიკავებდი და გამართხილებდნენ რომ არავითარ შემთხვევაში საერთოდ ექიმი თხოვს რომ დავანებო ამ ფილოსოფიას თავიდან რომ გადაღლილია ჩემი ტვინი ამითი და ფსიქოლოგების ერთმა ორმა ფსიქოლოგმა საერთოდ ხელი აიღო ჩემზე იმიტომ რომ ნუ იმდენად საგაქო რა ფსიქიკა უცნაური. ну, ჩემ მატორზე ვარ და უბერავ რა და იქითკენ რაღაცას რომ მეუნებიან, იქითკენ მე უყვები იმ თეორიის წარმოშობის ისტორიას და მის ლოგიკაში ვიჭრები და გარჩი ხო და ну, ამიტომ გაურთხევდი ჯანმრთელობას 60 წლის ასაკში ჩემი ამხანაგები მთელი ცხოვრება წინ აქვს, თან ეხლა აქაური მედიცინის საშუალებით 20 წელი, 25 წელი სავსებით ნორმალურად შეიძლება ადამიანმა რა ხედა 85 წლის ადამიანებს ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრები და არ არიან ლოგინებს ჩავარდნილები და რაღაცას ახერხებენ და ზოგი საერთოდ მოგზაურობს სოფლიოში რაც არ ქონდა ნანახი იმას ნახულობენ გემების კრუიზები 1000 შესაძლებლებია აი რატომ უნდა მოისწრაფო ადამიანმა ცხოვრება და ну მეც ხა უხანაში დავიწყე ფიქრი რომ მართლა ხარ წავედი ამ გემის კრუიზზე რაც ძალიან მარტივად ხორციელდება აქიდან ბილეთს იღებ ინდი ხარ სადაც გინდა არც ისე ძვირი ღირს ну აქაური თანხებით და ნაპარნიკი თუ იფშოვე ძალიან მინდა არის ესე იგი პირადი ესე იგი შეიძლება ერთ კაცი ხა მეგობარი აქ ამ ყავს და საერთოდ ძნელი ესეთი მეგობრის ყოფნა რომელსაც აი ესეთი სპონტანურობა შეუძლიათ რომ მაგალითად ბავშვობაში რომ წავიდოდი ბაკურიანში და ხარკოვში აღმოჩნდებოდი ან წავიდოდი სამარაში და მე ნოვოსიბირსკში ამოხდებოდი ან რაღაცას აი ესეთი სპონტანურობით და რაღაცით ხა ეგეთი მეგობარს და თან ჩემი ხასიათის გამო მოკლედ არ არის ადვილი ამ საკში და მაგრამ არის ტურები მაგალითად შეგიძლია იყიდო გიდი რომელიც გაგიწევს მაგ მეგობრობას და ნუ მაგალითად ჩახვალ არგენტინაში და საუკეთესო იქ სტეიკები რაც გინდა არგენტინაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი არის არგენტინა თავის ტურისტული ამ თვალსაზრისით ურუგვაიც არა უჭი ჩილესაც არა უჭის პერუსაც მაგრამ ესენი ვისაც მთები უყვართ და მე მთები მიყვარს მაგრამ იქ მაინც არის გარკვეული შეზღუდვები რა ნუ თუ შეგიძლია მაგალითად არგენტინაში მაინც ქუჩაში გამოხვიდე და ისეირნო და ღამემდე დარჩე იქა და შენ თვითონ რაღაცას გახვიდე უკვე აი ამ ჩილესა და განსაკუთრებით პერუში ამას ნაკლებად გირჩევენ რა ნუ იქ მაინც განსაზღვრული ტერიტორიები და ადგილებია სადაც შეგიძლია მიხვიდე და ზოგჯერ განსაზღვრული საათები და ადგილები და ეხა ეგეთი რაღაცები არგენტინაში არ არის მაინც არგენტინა არის ასე ვთქვათ მდებარეობს ლათინურ ამერიკაში ევროპული ქვეყანაა ურუგვაი და თავის დიქტატორობით და უბედურობებით მაგრამ ნუ მაინც რაღაც ევროპული კულტურის ქვეყანაა და დანარჩენები უკვე იქ ადგილობრივი ისიც ერევა იქ უფრო მეტად სტიქია და უკვე მთლად ევროპულს ვეღარ დაარქმევენ არგენტინა არის ყველაზე და ურუგვაი ყველაზე მეტად გვარან ევროპულ ქვეყანას რომელიც ну, ჩემთვის პრიორიტეტია. მე არ მიყვარს არც აღმოსავლური ქვეყნები და არ მიყვარს არც სამხრეთული ქვეყნები. სამხრეთულ ქვეყანაში მე თვითონ დავიცხოვრე, აღმოსავლური ქვეყანაში ბატონო ჯარში ვიყავი უზბეკები და ისინი და ქართველებიც 60%, 70% თვითონ აღმოსავლელი აზიელები ვართ, ასე რომ დიდი მადლობა აღარ მინდა.
ჩვენ ახლა ქართველები ვამაყობთ ჩვენი ევროპელობით, მაგრამ ჩვენი აზიელებთ ხო არ ვამაყობთ, არა ის რომ ჩვენი ჯიში და ჯილაგი ტაჯიკისტანიდან არის იწყება და რომ ვიწრო თვალები რო გვაქვს, აგერ ნახევარ ქართველებს მონღოლოიდები რო ვართ და ესე ამას როგორ მალავთ, მაგრამ ახლა ეს არ გვინდა, ხო? ეს არ მინდა მეც რა. მე მინდა ევროპელობა და რაღაც ეგეთი რაღაც. რომელიც გამოგვდის თუ არ გამოგვდის, არ ვწყო შემთხვევაში ჩაკ ამერიკელები, ვისთვის ეგ საკითხი არ დგას ჩემთან მიმართებაში. ოკეი, აბა